საღამოშიდობისა პირველზე პირველების დრო ეთერშია მოამბე 20 საათზე. წინა საახალწლო განწყობას მოამბის გუნდთან ერთად ეკა მიშველაძე და ლევან ჯავახიშვილი ბათუმიდან შეგიქმნით. არ გაგიკვირდეთ ჩვენად სამსახურში დავაგვიანეთ და არც სტუდიის მისამართი შეგვეშალა. ახალ წლამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და ჩვენ შევეცდებით არაორდინალურები ვიყოთ. ამიტომ პირველები დღეს ბათუმიდან მოგესალმებით. ქალაქიდან სადაც ახალი წლის მთავარი მოვლენები განვითარდება. ბათუმი დღეს ნამდვილად ეპიცენტრია. სულ ცოტა ხანში აქ ბათუმელები და ქალაქის სტუმრებიც უამრავი სიურპრიზის მოწმენი გახდებიან. განახლებული ბათუმი ახალ 2010 წელს მსოფლიო საოპერო ხელოვნების ვარსკვლავებთან ერთად ხვდება. ფეერვერკი, გრანდიოზული კონცერტი და მომავლის იმედი. ასეთი განწყობას უფევს დღეს ამ ულამაზეს ქალაქში. ისა ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, სად შეხვდეთ ახალ წელს, ჩამოდით ბათუმში გვერდწმუნეთ აქაურობა იმდენად ლამაზი, განსაკუთრებული და ხალისიანია, რომ 2010 წელი არასოდეს დაგავიწყდებათ. ქართულ კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, სვანეთი, ფშავი, რაჭა. ამ წუთებში მოამბის კორესპონდენტები საქართველოს ყველა რეგიონში იმყოფებიან. აჭარის გარდა აჭარასთან ერთად თქვენ ახალ წელს მთელი საქართველო მოგილოცავთ რაჭული გუდასტვირი, კახური ღვინო, იმერული იუმორი, ფშაური ჩონგური და მეგრული ოდა. დღეს ჩვენ საახალწლო ეთერში ყველა კუთხე ტრადიცია და ფოლკლორი მოიყრის თავს. მოამბის კორესპონდენტები ახალ 2010 წელს საქართველოს რეგიონებიდან მოგილოცავენ და ადგილობრივ ადაწესებზე და ტრადიციებზე გვიამბობენ. მაშასე წინა საახალწლო მოამბე პირდაპირ ბათუმიდან. და რა ხდება ამ წუთებში ბათუმში? ჩვენი კოლეგა ელისო ჯარიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ელისო, იმედია გესმის ჩემი ხმა, როგორია წინა საახალწლო განწყობა? განწყობებზე აღარ ვისაუბრებ, დღეს მთელი დღეა, მე თავად მომსწრე ვარ იმის, რომ ნამდვილად ყველა საახალწლო ღონისძიების ეპიცენტრი არის ბათუმი, სადღესასწაულო საახალწლო ბათუმი, თანამედროვე და ევროპული, სწორედ ეს ეპითეტები ისმოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში აჭარის მთავარი გულის მისამართით და იმავდროულად რამდენადაც შესაძლებელია იყოს აჭარა თანამედროვე, ევროპული, ამავე დროს ეს ხელს არ უშლის, რომ აჭარამ შეინარჩუნოს ტრადიციულობა და სწორედ ამის დასადასტურებლად მაღალმთიანი აჭარიდან ხულოს რაიონიდან ჩვენთვის სპეციალურად მოამბის ეთერისათვის სტუმრად ჩამოვიდა ანსამბლი ბერმუხა. რაღა სტუმრად, პრინციპში სტუმრად ჩვენ ვართ აჭარაში. მე პირადად ასეთი ლამაზი, ასეთი განათებული ბათუმი არ მახსოვს, მაგრამ ჩემი მოგონებები თქვენთან ამასატანი ნამდვილად არ არის. მე შეგახსენებთ, რომ ანსამბლის ყველაზე უხუცესი წევრი არის 87 წლის, ყველაზე პატარა კი 65-ის. გახსოვთ ასეთი ბათუმი? არა. მე დიდი ხნის კაცი ვარ, 75 წლის, მაგრამ არ მახსოვს ასეთი ბათუმი. მაშინ არც სინათლე იყო, ასე არაფერი იყო, ჩაბნელებული იყო. დღეს განათებულია ყველაფერი ხო? მოგწონთ ახლა? მომწონს. მომწონს. ძალიან კარგი, ჩვენ ყველა ერთად წინასწარ გილოცავთ 2010 წელს. ვისურვებდი, რომ ყველაფერი საუკეთესო ქონოდეს, რაც მთავარია, მშვიდობა გქონოდეს, მაგრამ ალბათ სიტყვებით ვერ მოგილოცავთ ისე, როგორც შეუძლია ბერმუხას მოლოცვა მსოფლიოში სახელგანთქმული განდაგანათი, იმ განდაგანათი, რომელმაც ტაში დააკროვინა მთელ მსოფლიოს. მიულოცოთ? მიულოცოთ. ქართულ ხალხს.
ბათუმი დააჭარა ერთდროულად თანამედროვე, ერთდროულად ტრადიციული ყველა ასაკის ადამიანს ველოდებით აქ აჭარაში, ვისაც ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, ჩამობრძანდით აქ, ერთად შევხვდეთ 2010 წელს, ამით არის არაჩვეულებრივი და ყველაფერი უწყობს ხელს ყველანაირი განწყობა იმას, რომ ვიზეიმოთ ერთად ახალი 2010 წელი. დიდი მადლობა ელისო. ელისო, ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით გადაცემის მსვლელობისას. ახლა კი საქართველოს ეს კუთხე იუმორისა და სიცილის გარეშე წარმოუდგენელია. ქართველ კაცს სიცილი და სიმღერა ცხოვრებას უმსუბუქებდა, სიცილის ნიჭი, რომ არ ვქონოდა ადამიანურობას დავკარგავდით. სიცილი ხომ განუყრელია ჰუმანიზმისაგან, ადამიანურობისაგან. დღეს სასწაულების ღამეა. საქართველოს კიდევ ერთი კუთხე იმერეთი და მისი განახლებული დედაქალაქი ქუთაისი, ქალაქი, რომელსაც იქაურები იუმორის ნაკრძალს უწოდებენ. Oi! ვიწყებთ? ვაჩაკ. ბიჭო, ეთერში ვართ, მაიცა ვიწყებთ, სადაც წამყვანი სადაც. წამყვანი სად არის ბიჭო? კაცი დაბელოცოთ კი არა და რა დაგველოცოთ, წამყვანი არ არის ბიჭო. წამყვანი სადაც სოფო. ვაიმე რაღაცა კაბას ვისმევო, ბიჭო, რატო ჩართეთ, ბიჭო, რა გაჩერდი? აგე რა გამოჩნდა? ბატონო გიძო რომ დავაგვიანებთ ხალხებით, მაგრამ ისე გავერთე ძველი ქუთაისის, განათლებული ქუთაისის თვალიერებაში რომ ჩართვაზეს დავაგვიანე, მაგრამ ჩემი მაყურებლები დარწმუნებული ვარ რომ არ მოიწყენდნენ, იმიტომ რომ ისეთი მასპინძლები დაუტოვეთ მას, რომ თქვენთან ერთად და კიდევ ბიჭებთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენდით. ისე ქუთაისი ძალიან გაუამაზებია და ძალიან გამიმართლა რომ ახალ წელს სწორედ თქვენს განათლებულ ქუთაისში შევხვდები ბატონო. შეხალო ქემომკალი გული აღარ ამაქვს და რას მოყვები აწე არ ვიცი, მაგრამ რადგან გამოჩდი, ასეთი ხალი სადიალებოდი გას. ანგელოზივით ხალი გამოჩდი, ამ ახალ წელიწადს გამწყინდა მთელი ყველაფერი. ალბათ ამ გავამაზებულმა ადგილებმა შეგაჩერათ, ხომ? ძალიან ლამაზია. განწყობაც მშვენიერია ქუთაისში. ჩვენი განწყობა როგორია? როგორი არის და ლომური, აბა როგორი იქნება ახლა? ქუთაისში განწყობა როგორი უნდა იყოს საახალწლოდ? რას ლაპარაკობ, კაცო? მაგრამ ქუთაისში, კაცო, ასე საახალწლოდ? ნაძვის ხი არის, ყველაფერი არის. აგერ ასეთი კაბით ჩაცმულია, თოვლი არ არის.